ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ავსეჯანიშვილი ვარ. დღეს მოკლედ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს არჩეული, აბსოლუტურად ყველა ბიზნეს რო ეხება ისეთი და ყველა დასაქმებულ ადამიანს. რა ტენდენციები გვაქვს ზოგადად შრომის ბაზარზე და ზოგადად გვესმის ხო, ეხლა ბევრი ადამიანისგან გვესმის, რომ კარგი სამსახურის პოვნა არის რთული, მაგრამ არის მეორე მხარეც, ხო, გვესმის ბიზნესისგან, რომ კარგი და კვალიფიციური, ასე ვთქვათ, თანამშრომლის აყვანაც კიდევ უფრო რთულია. ამიტომ დღეს ვეცდებით გავარკვიოთ, რა ხდება რეალურად შრომის ბაზარზე, რატომ აღარ მუშაობს ეს ძველი მეთოდები და ჩვენი headline-ი. ვინ ვის უნდა მოერგოს? ბიზნესი თანამშრომელს თუ თანამშრომელი ბიზნესს? მოკლედ ამ კითხვაზე პასუხს დღეს გავცემს მარიამ დემურაშვილი, რომელიც არის HR კომპანია, outsource კომპანია Piplia-ს დამფუძნებელი და მოგესალმები მარიამ. სალამი სერგო, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ საქმიან სივრცეში და მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მე მინდა ესეთი პირველი კითხვით გადმოვიდე, საქართველოში დღეს რა არის უფრო რთული, კარგი თანამშრომლის პოვნა თუ კარგი, ასე ვთქვათ, ანუ თანამშრომელი უფრო რთულია თუ კარგი კომპანია რო იყო? კომპლექსური საკითხი არის. როგორი საინტერესო კითხვით დაიწყე. ხო, მე ორივე მხარესთან მაქვს შეხება, ზოგადად HR მიმართულება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბიზნესთანაც აქვს შეხება და დასაქმების ბაზართან. ალბათ დავიწყებ ჯერ იმით, რა ხდება ზოგადად დასაქმების ბაზარზე და დღესდღეობით რა გამოწვევები არის. გაგვარკვიე მარია. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ პანდემიამ, გლობალიზაციამ და Gen Z ესე იგი გარკვეული გამოწვევების წინაშე დაგვაყენეს ბიზნესი ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა არის თაობებს შორის. მილენიალები თავის ხასიათით არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი არჩევანი არ გვქონდა და ოღონდ სამსახური ყოფილიყო და ყველაფერზე ვიყავით თანახმა და ამიტომ იმ პერიოდში მე ვსაუბრობ დაახლოებით 10 წლის წინ ეს პრობლემა არ იდგა. განსაკუთრებით არ იდგა ფრონტ პოზიციებზე, ანუ წინახალის პოზიციებზე, ბანკს არ ქონდა ამის პრობლემა, პირიქით ვიხვეწებოდით, რომ დაგვეწყო მუშაობა. ახლა რა ხდება? ახლა ხდება ის, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ და იმის შემდეგ, რაც Gen Z უკვე წამოიზარდა, ეს არის თაობა, რომელიც გეკითხება, გისვავს ძალიან ბევრ კითხვას. და ეს კითხვები არ უკავშირდება მხოლოდ ანაზღაურებას. გეკითხებიან, რომ ანაზღაურების გარდა რას მანძლევ? თუ შენ ანაზღაურების გარდა დამატებით ვერაფერს მთავაზობ, ჩემთვის საინტერესო არ ხარ და არ ხარ საინტერესო როგორც ბიზნესი, იმიტომ რომ შენერი ანაზღაურებით ბაზარზე არის N რაოდენობით სხვა, ანუ კონკურენციის ნაწილი არის ძალიან გაზრდილი. საინტერესო რამეს ამბობ და რა არის ის, რაც უნდა შესთავაზოს, ან რას ეცებს ხელფასის გარდა? 2030 წლისთვის ესე იგი სამუშაო ძალის უმრავლესობა იქნება Gen Z, ამიტომ ანაზღაურების გარდა ბიზნესმა უნდა შესთავაზოს ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა ამ თაობას. სხვა შემთხვევაში ფიზიკურად არანაირი აზრი არ ექნება და მუდმივად გადინების ან ვერაყვანის პრობლემის წინაშე იდგება ბიზნესი. და აი რას აფიქსირებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ ახლა ძალიან კარგი ექსპერტიზა გაქვთ ამ კუთხით, ხო? ანუ გაქვთ საქმე როგორც დამსაქმებელთან, ისე დასაქმებულთან, ხო? აი ხშირ შემთხვევაში რატო ვერ თანხმდებიან? ანუ რატო ამბობს უარს დასაქმებული რაღაც კონკრეტულ კომპანიაზე და პირიქით დამსაქმებელი რატო ამბობს უარს? ერთმანეთთან აი ფაზლი რო წარმოვიდგინოთ და ერთმანეთთან რო ვერ ჯდება ბიზნესის მოთხოვნები და დასასაქმებელი კანდიდატის მოთხოვნები ერთმანეთში ვერ მოდის შესაბამისობაში. ბიზნესი ითხოვს კვალიფიციურ გონება გახსნილ ადამიანს, რომელსაც არ გადაუხდის იმ ანაზღაურებას, რასაც რეალურად ის იმსახურებს, გადაუხდის იმაზე ნაკლებს, ხოლო გონება გახსნილი, ჭკვიანი და პერსპექტიული ახალგაზრდა ეძებს შესაბამის ანაზღაურებას. მოდი ესე ვიტყვი პირდაპირ რა, 1000 ლარზე არავის მუშაობა აღარ უნდა. 1000 ლარი აღარ არის ის ანაზღაურება, მათ შორის აღარც 1500 ლარი, აღარც 2000 ლარი, აღარ არის ის ანაზღაურება, რომ შენ შეძლო სპეციალისტის აყვანა პოზიციაზე. თუ ეძებ ჯუნიორს, კი ბატონო, მაგრამ დევალვაცია
და ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა ეს ზეგავლენა. მოდი აქ ხაზი გავუსვათ რა, ანუ აი სპეციალისტი და ჯუნიორს რო ეცებს, ანუ რას გულისხმობ თამაში, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ კომენტარები იქნება. კი ბატონო, მოდი დავყოთ ესე ვთქვათ გამოცდილება რამოდენიმე ეტაპზე. დავყოთ 4 ეტაპად გამოცდილება. ჯუნიორი არის ადამიანი, რომელსაც ან არა აქვს გამოცდილება, ან აქვს ძალიან დაბალი გამოცდილება, დაბალ გამოცდილებად ითვლება 1 წლამდე გამოცდილება, იმიტომ რომ ხშირად გონიათ ხოლმე რომ 2 თვე მუშავე, 6 თვე მუშავე და უკვე რაღაც გამოცდილება გაქვს. არა, არ გაქვს გეშლება. ესე არ არის. 1 წლამდე გამოცდილებით არის ჯუნიორი ადამიანი, 1 წლის ზევით დაახლოებით 3 წლამდე უკვე უფრო სწორედ 1 წლიდან არა მოდი ესე ვთქვათ 2 წლიდან 3 წლამდე დაახლოებით ესე რომ ვთქვათ უკვე შეიძლება ითქვას რომ არის სპეციალისტი, შემდგომ უკვე მოდის მენეჯერული პოზიცია და შემდგომ უკვე მოდის ჰედის პოზიცია. მე მქონია შემთხვევები რომ 21 წლის ასაკში წაუყვანიათ ჰედის პოზიციაზე თანამშრომელი, რაც მოდი საერთოდ არ მიყვირს. ხო, კი ბატონო, ოღონდ ნახეთ მაინც საბოლოო ჯამში თაობებამდე მივდივართ რა. და შემიძლია ეს ნაწილი ჩავშალო თუ მაგის დრო გვერდით ძალიან დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბლოკია და ჩემი აზრით ზუსტად მანდ გვაქვს ჩვენ პრობლემა, აი კონფლიქტი, იმიტომ რომ ჯერჯერობით, ანუ აი ხლა ამ ეტაპზე დღეს მაინც უფრო აი მილენიალები არიან ხო, ანუ ძირითადად უფრო მართვაში და კიდევ უფრო დიდი ასაკის ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად მანდ ხდება გარკვეული გარღვევა, ხო? ანუ რას ელოდებიან, ხო, ანუ დღევანდელი ასე ვთქვათ, დასაქმებული ადამიანები ან დასასაქმებელი ადამიანები და რას ელოდება ამ შემთხვევაში კომპანია? ანუ კომპანია იდეაში ელოდება ალბათ იგივეს, რაც ელოდებოდა 10 წლის წინ. და აი ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემის ჩაშლა. ხო, თაობებს შორის ყოველთვის არსებობს კონფლიქტი, ეს არ ახალი ამბავი არის, როგორც ბეიბი ბუმერებს შორის. მოკლედ, აღარ ჩავყვები მაგას, მოდი განვიხილოთ ახლა მილენიალები და ჯენზი. მილენიალები, როგორც უკვე აღნიშნე, არის თაობა, რომელიც არის უფრო თითქოს აი როგორ თქვა, თმენის ვალდებულება ქონდა რა. მოდი აი პირდაპირ ვიტყვი, თმენის ვალდებულება ქონდა, თითქოს უფრო მეც ითმენდა, მაგრამ ამან გამოიწვია ის რომ გახდნენ სპეციალისტები, ტოპ მენეჯერები და ეხლა მართავენ ბევრ კომპანიას. ჯენზის აქვს ძალიან დიდი ათვისების რესურსი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად სოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, გიორგი გიორგაძე, რომელიც ზის საბურთალოზე თბილისში, შეიძლება რომ მუშაობდეს რამოდენიმე კომპანიაზე დისტანციურად, მათ შორის ევროპაზე, ამერიკაზე და აზიაზე. და გამოიმუშავებდეს 5000-დან 10000 ლარამდე. შესაბამისად, გიორგი გიორგაძეს ვერ ექნება ფიზიკურად იმის ინტერესი, რომ იმუშაოს შპს რაღაცაზე საქართველოში და მიიღოს თუნდაც, არ ვიცი, 3000 ლარი. და შესაძლებლობები უფრო ფართოა. რატო ვეღარ პოულობს ბიზნესის თანამშრომლებს? იმიტომ რომ არ მოდიან ეს ადამიანები ბიზნესამდე. ამ შემთხვევაში ცოტა შარში ხო არ ყავს ქართული ბიზნესი. და მე აქ მე თვითონაც წარმოვადგენ ბიზნესს და ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ, ხო? მაშინ, როდესაც ანუ საქართველოში დღეს ძალიან ბევრი კომპანია ყავს საერთაშორისო წარმოდგენილი, ხო, რომელმაც ან ზოგმა რელოკაცია განიცადა, ზოგმა წარმომადგენლობა გახსნა და ასე შემდეგ. რომლის დამკვეთები არ არიან ქართული კომპანიები. შესაბამისად, მათთან ანგარიშწორება არ მიმდინარეობს ჩვენ ეროვნულ ვალუტაში ლარში. თუმცა დასაქმებული ადამიანები ყავთ საქართველოს მოქალაქეები და უხდიან ლარში ხელფას, ხო? შესაბამისად. აი ხა ესეთი კითხვაც მაქვს ხო ამ დროს, აი როგორ უნდა გაუწიოს ქართულმა კომპანიამ კონკურენცია, მოდი ტალანტების კონკურენციაზე მაქვს საუბარი. აი ესეთ კომპანიებს გიგანტურ ძალიან კარგია რომ ქვეყანაში არსებობს შემოდიან ესეთი კომპანიები, ფანტასტიკური ტრენდია, თუმცა ამ შემთხვევაში მე მინდა ქართული ბიზნესის მხარეც შევაფასოთ, ხო? როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია, ანუ ხელფასებში იმ კომპანიას, რომელიც ემუშავება საერთაშორისო კიდევ უფრო დიდ გიგანტ კომპანიებს და პირობითად აქვთ ანაზღაურება ევროში, რომელიც თითქმის 3-ჯერ მეტია ვიდრე ჩვენი ეროვნული ვალუტა, ხო? მხოლოდ უცხოურ კომპანიებზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, ზოგადად მთლიან მსოფლიოზე გავამახვილებდი ყურადღებას, იმიტომ რომ ეხა მხოლოდ ანუ საქართველოში შემოსულ კომპანიებზე აღარ არის საუბარი რა. თუმცა მე მაინც უფრო აი ქართული რეალობა მინდა რომ შევაფასო. ქართულ რეალობას შევაფასებ შემდეგნაირად. ფიფლიას აქვს ესეთი სერვისი, ქვია ორგანიზაციული განვითარების ნაწილი. ორგანიზაციაში რომ შევდივარ, ერთი და იგივე მოცემულობა ხდება. მარჟიანობის გამოთვლა ხდება არასწორად. ნახე რას გულისხმობ. კომპანიები კონცენტრირდებიან საქართველოში იმაზე, რომ ნაკლები გადაუხადონ თანამშრომლს და არა იმაზე, ბიზნესის მოგება როგორ გაზარდონ.
თუ ფოკუს გადაიტან იმის ნაცვლად, რომ თანამშრომელს რაც შეიძლება ნაკლები გადაუხადო, იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი მოვიპოვო იმისთვის, რომ შესაბამისად გადავუხადო, ამ შემთხვევაში წავალ სწორედ. აი ამ პრობლემას ეს არის ლოგიკურიც არის, ხო? რომ იმისთვის რომ გადაუხადო მეტი, უნდა კი ბატონო. ვიშოვო მეტი. და ხდება პირიქით. ანუ სულ პირიქით ხდება. მოდი შევამციროთ თანხმები აბსოლუტურად და ეხლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი ეხლა B2B საუბარი გვაქვს, რა, აბსოლუტურად ეგ кейსებია რა, ეხლა რასაც შენ ყვები. კი და ამას ურჩევდი ზუსტად რა, რომ იმაზე კი არ გავამახვილოთ ყურადღება, რომ როგორ მოდი ესე ვთქვათ, ავიყვანოთ დაბალკვალიფიციური და დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები. არამედ იმაზე, როგორ გავიდეთ თუნდაც სხვა ბაზრებზე, ან მარჟიანობა როგორ გავზარდოთ, ან როგორ გავამჯობესოთ ჩვენი პროდუქტი, ან როგორ დავამატოთ ახალი პროდუქტი. იმისთვის, რომ მეტი მოგება გქონდეს. ამ შემთხვევაში გეყოლება შესაბამისი თანამშრომლებიც და მოგებაც მეტი გექნება. რა სწორი ფორმულირებაა, რამე ხშირად მინახავს კომპანიები, სხვათა შორის ესეთი ჰანტინგით რო არიან დაკავებული. წამოიყვანენ ადამიანს 5 წელი რომ მუშაობს კომპანიაში და წამოიყვანენ მისცემენ ძალიან მაღალ ანაზღაურებას მოხიბლავენ ანაზღაურებით და მე ორ თვეში ვიგებ რომ ამ ადამიანმა დაკარგა სამსახური ხო ანუ ალბათ რაღაც არარეალური მოლოდინებიც ქონდა იმ კომპანიას ხო შესაძლოა ხო და რაღაცა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალი მისცა რაც ჩემი ძალიან კარგია რომ მე იმისკენ ვარ რა მე მინდა რომ მაყურებელმაც გაიგოს მე იმისკენ ვარ რა თქმა უნდა რომ ანუ ჩვენ სახელმწიფო ფონდები გაიზარდოს თუმცა ეს რაღაც ხარჯზე იზრდება ხო ეხლა ორივე ბიზნესში ვარ და გვესმის კარგად ხო ეხლა რასაც ჩვენ საუბრობ ზუსტად ამიტომ მე ეხლა ძალიან ალბათ სწორი იქნება რომ ეხლა ფიფლიას შეეხე ხო ფიფლი არის ახალი მოთამაშეა ერთი წელია და დიწარმატებს გისურვებ ამ ბაზარზე შემოხვედი აუთსორს, ასე ვთქვათ, HR-ის აუთსორს ბაზარზე. პირიქში რატო? ანუ რა პრობლემები დაინახე, ხო? ახლა დარწმუნებული ვარ, მანამდე დასაქმებული იყავი სხვა კომპანიაში და რაღაცა პრობლემები დაინახე. დღეს უკვე მუშაობ 1 წლის განმავლობაში, თან სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ინსპირაცია დღევანდელი ჩვენი პოდკასტის იყო ერთ-ერთი შენი პოსტი. ესეთი ცოტა აღელვებული პოსტი იყო, რომელიც შეეხებოდა რაღაც გამოხმაურებებს ადამიანებისგან რა და მაგაზე შეგვიძლია ცალკეც ვისაუბროთ კიდე. ამიტომ ფიფლიას შესახებ მოვყვეთ და მოვყვეთ ჩვენს აუდიტორიას. კი ბატონო, ჩემი გამოცდილება HR-ში იწყება. რაში გვეხმარებით? ეგ ვითხარი. რაში პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ იმის მიუხედავად, რომ 1 წელია ბაზარზე ვართ, 11 ქვეყანაში ვართ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ვიწყებდი, მიზანი იყო, რომ ქართველებს დავხმარებოდი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დავხმარებოდი ქართველებს, რომ გასულიყვნენ ქვეყნის გარეთ. რომ მომეძიებინა საქართველოში შესაბამისი თანამშრომლები და ამეწყო პროცესები და ვთქვათ, უზბეკეთში, აზიაში იქნება, ევროპაში თუ. ესე იგი თქვენ უზრუნველყოფთ გადინებას ხო აკადრების? ჩვენ ვცდილობთ, რომ ბიზნესის და ქვეყნის მდგომარეობა გავამჯობესოთ. ხო. ვხედავდი ამის ნაკლებობას რა, რომ ხელმისაწვდომი HR მომსახურება არ ქონდათ. მე ახლა შესწავლილი მყავს ბაზარი და არა მხოლოდ ქართული ბაზარი მყავს შესწავლილი და ვიცი რა გამოწვევებია და ერთ-ერთი გამოწვევა რაც დღესდღეობით დგას პირველი არის ის რომ ბიზნესი თავისივე რესურსით ცდილობს ადამიანური რესურსის მოძიებას და მართვას რაც იმ თავითვე არასწორია და იმ თავითვე არასწორია იმიტომ რომ უნდა გაგაჩნდეს შესაბამისი კომპეტენციები შენ ვერ მოდი ესე ვთქვათ როგორც ბიზნესი თუ არ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა რენტგენზე ვერ გაატარებ კანდიდატს. რენტგენზე კანდიდატს რო ვერ გაატარებ, ის რო შენთან შემოდის, ის შეიძლება ერთ თვეში წავიდეს. მანამ სანამ ახალ კანდიდატს აიყვან, შენი ბიზნესი არის გაჩერებული, ან შენ საქმეს ადელეგირებ თანამშრომელზე, რომელსაც თავისი საქმე აქვს გასაკეთებელი. იწვევამ თანამშრომლის დემოტივაციას და იმასაც კარგავ იმასთან ერთად. შესაბამისად, ეს არის პრობლემა და ეს პრობლემები რო დავინახეთ, შემოვიყვანეთ ფიფლია და 18 ნაირი სერვისი გვაქვს მართლა თუ კი რამე HR მიმართულებით შეიძლება რომ დაჭირდეთ ორგანიზაციას აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. ხო, მაგაზეც მინდა ვისაუბრო რა, იმიტომ რომ HR-ი ბევრს წარმოუდგენია მარტო სელექცია და CV-ების შერჩევა და შემდეგ იმაზე გასაუბრებას დაბარება. ხო, აი ეგეც მინდა განსაზღვროთ, ხო, ეხლა HR კომპანია მართლა ბევრს ეს წარმოუდგენია, რომ ეხლა ეს ხალხი დამეხმარება მე ამაყვანინებს ხალხს და ასე შემდეგ. ანუ რაში დაეხმარებით? იმიტომ აყვანა პრობლემა არ არის. მე პირიქით ვთვლი ხო ეხლა მე თვითონ ვარ ფლობელი კომპანიის და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე მაგრად არავინ არ გაესაურება კანდიდატს იმიტომ რომ
მე ისეთი გულით მოვყვები ამ ყველაფერს კომპანიის შესახებ, ხო, რომ გამორიცხულია რომ ეს დაქირავებულმა თანამშრომლებმა პირობითად ვთქვათ, ხო, იგივენაირად მოყვეს, მაგრამ შეიძლება ბევრად პროფესიონალს სხვანაირად მიუდგეს აბსოლუტურად უფრო სისხლიანად ამ შემთხვევაში და ну დელეგირების თემაზე ხა მე აბსოლუტურად მოყვები, იმიტომ რომ მე თვითონ აუთსორსის მიმართულებაში ვარ და აბსოლუტურად მოყვები, რომ ეს ის მიმართულება ზუსტად, რომელზეც არასოდეს არ ყოფნით დრო შიგნით, როცა აი ესე უცბად ადელეგირებენ რა და ვინმეს თუ სალია და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვთვლი, რომ ფანტასტიკური გამოსავალია ეს აუთსორსი, თუმცა მე თქვენთან არ გამომიცდია მუშაობა, შესაძლოა გამოვცადოთ აუცილებლად აი ჩვენი პოდკასტის შემდეგ და ვთქვათ, აი რეალური кейსები ვთქვათ, თუნდაც ხო, აი რაში შეიძლება თქვენ საშუალო კომპანიას დაეხმაროთ, ხო, მე ხარ არ მაქვს საუბარი ბანკებზე, არ მაქვს საუბარი სადაზღვევო კომპანიაზე. მოდი აი ვთქვათ, ძირითადი ასე ვთქვათ, სეგმენტი, მცირე საშუალო ბიზნესი, რომელსაც ანალოგიურად ჭირდება, ხო, ახლა ადამიანური რესურსი და აი ამ კომპანიებს როგორ ეხმარებით, საიდან იწყებთ? ყველა ზომის კომპანიას ვეხმარებით, მათ შორის ბანკებსაც უბრალოდ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ. თუმცა სხვადასხვა გამოწვევები აქვს, როგორც მცირე ბიზნეს, საშუალო ბიზნეს და მსხვილ ბიზნეს სხვადასხვა გამოწვევები აქვს. მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში მთლიანად HR მომსახურებას უზრუნველყოფთ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ თანამშრომლების მოძიებას, არამედ ორგანიზაციული სტრუქტურის აწყობას, შესაბამისი KPI-ების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული პროცესების მათ შორის სწორი იურიდიული პროცესების აწყობას. ჩვენ გვაქვს payroll-ი, ანუ ხელფასების დათვლის მიმართულება, სოფტების დანერგვის მიმართ, HR სოფტების დანერგვის მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს და ძალიან ბევრი ჯარიმდება მაგის გამო. გვაქვს employee branding, ანუ თანამშრომლების ბრენდინგის აწყობის მიმართულება, შიდა კვლევები, გარე კვლევები. აი მაგალითად ხშირად მოგმართავენ ხოლმე ავიღოთ პირობითად გაყიდვების პროცესის აწყობა. მე თვითონ 9 წლიანი გამოცდილება მაქვს გაყიდვებში. მანამ სანამ HR-ში გადავიდოდი და გაყიდვების დეპარტამენტის სტრუქტურის ჩამოყალიბება პირობითად ვიძახი, KPI-ების ჩამოყალიბება, ბიზნეს ანალიზით შედის რეალურად ამ ყველაფერში, მთლიანი ბიზნესის ანალიზს ვაკეთებ და არა მხოლოდ რეკომენდაციას უწევ იმაზე, რომ გაყიდვები ზგუნდი როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და როგორი მიმართულებით უნდა წავიდეს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორი KPI უნდა კონდეს, არამედ ზოგადად ბიზნესის მიმართულებას ვაჩვენებ ვარიაციებს, რომ აი თქვათ ესე თუ წახვალ ეს მოცემულობა გაქვს, ეს მოცემულობა გაქვს და ეს მოცემულობა გაქვს. ანუ HR პროცესი თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ ადამიანების მოძიებას, არამედ მთლიანი ორგანიზაციული სტრუქტურის საყრდენი არის, იმიტომ რომ ადამიანებზე დგას მანამ სანამ AI არ ჩაანაცვლეს ადამიანებს, იქამდე არიან, ანუ ადამიანები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი დღესდღეობით მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით. როგორც გვინდა, ისე შეგვიძლია რომ გავიგოთ ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ ვართ რესურსი. და ჩვენ, ანუ როგორი ადამიანი ვარ, ანუ მე როგორ შემოვდივარ შენს ორგანიზაციაში და როგორ გეხმარები შენ და როგორ გიგვარებ იქ საქმეებს, ხო? ის საბოლოო ჯამში შენ ანუ შენს მომავალს განსაზღვრავს როგორც ბიზნესისას ფაქტიურად, იმიტომ რომ სწორი აი როგორც ჭადრაკის დაფაზე რომ ყველა თავის ადგილზე უნდა იდგეს, ანალოგიურად არის ამ შემთხვევაშიც. ანუ ზუსტად მოდი აი პირდაპირ ესეთი кейსი ვთქვათ რა. ანუ თან რამ დამაინტერესა ხო ყველაფერი ჩამოთვალე ძალიან კარგია რა. თუმცა შერჩევის აყვანის სტრუქტურის და ასე შემდეგ სჭირდება ამ ადამიანს კიდე მომზადება, გადამზადება, ტრენინგები, მუდმივი და ასე შემდეგ, ხო? აი მოდი მაგალითზე ავიღოთ კომპანია Keikoli, ხო? აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრია. ანუ ჩვენ კი ვართ აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრი, მაგრამ ყველა თანამშრომელი ჩვენთან არის ინსორსი. ოკეი. ხო, ანუ ჩვენთან ეს მუდმივი პროცესია, ხო? ანუ გადამზადების პროცესი, ჩვენთან ანუ შერჩევის პროცესი და ასე შემდეგ. ხო, ეხლა რაც შენ ჩამოთვალე, ეს პროცესი სრულად არის დაალაგებული ჩვენთან შიგნით. საინტერესო იქნებოდა პირობითად რა, აი ხა ჩემი კომპანიის მაგალითზე რა პროცესების აღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე. მე ვფიქრობ, რომ ესე უფრო კარგად გაიგებს ჩვენი მაყურებელიც. მე დავიწყებდი უფრო კითხვებით, რომ გამომეკულია თქვენ რა გჭირდებათ და რა გამოწვევები გაქვთ. ცოტა შიდა სამზარეულო არის და ეხა არ ჩავშლი. გამოწვევა ალბათ ის რაც ყველა კომპანიას აქვს. აბსოლუტურად. ყველას სხვადასხვა გამოწვევა. ადამიანური რესურსი. ადამიანური რესურსი. ოკეი. კაი, სტრატეგია არის მათ შესამუშავებელი სწორედ. როდესაც არის 50%-ზე მეტი გადინება კომპანიაში, მაგალითად თანამშრომლების, ხო? არის შესამუშავებელი მუდმივი შედინების პროცესი. და onboarding-ის პროცესის დროს, როდესაც ჯერ ერთი რომ სტაჟირება უნდა კონდეს.
ბუნებრივია. ეს სტაჟირება უნდა იყოს გაწერილი, უნდა იყოს დადელეგირებული კონკრეტულ ადამიანებზე. როდესაც დაადელეგირებ ამ სტაჟირების პერიოდს, ვინც დარჩება გადარჩევის და სტაჟირების შემდეგ, მასში უნდა ჩადო რესურსი და ასწავლო. მაგასაც ვაკეთებთ ჩვენ, ანუ ვარჩევთ. სტაჟირებაც შეგიძლია თქვენ თავზე აიღოთ? ჩვენ სტაჟირების პროცესში ამ ადამიანებს ვასწავლით. და მარტო კი არ ვასწავლით. ჩვენთან ყველაფერი ოფისში რო ხდება? თქვენთან ოფისში მოვდივართ და თქვენთან ოფისში ვატარებთ ამ სტაჟირების პროცესს, ოღონდ ტრენინგების სახით ვერთვებით ჩვენ. შიდა ორგანიზაციული კულტურის გაცნობა და ადათ-წესები და ასე შემდეგ უკვე თქვენს თანამშრომლებზე არის ამ შემთხვევაში რა, ან დასაქირავებელია შესაბამისი ადამიანი, ვინც ამას აიღებს საკუთარ თავზე. და მაგალითად ეს იქნება მომსახურება, ეს იქნება გაყიდვები, ნებისმიერი თითქმის თუ სპეციფიურ პოზიციებს არ ეხება, ჩვენ შევდივართ და ვასწავლით ამ ადამიანებს. ანუ გირჩევთ ამ ადამიანებს, ვასწავლით ამ ადამიანებს და ვუზრუნველყოფთ მუდმივ შემოდინებას თქვენს კომპანიაში ახალი ნაკადების. ეს ყველაზე ხშირად კომპანიები რაზე მოგმართავენ? თანამშრომლების აყვანაზე. და მეორე. რატო ვერ ვეძებთ? რატო უჭირთ? რატო მიმართეს აუთსორს? აუთსორს ხო დღეს ისეთი კულტურაა ჯერჯერობით ხო, რომ აუთსორს მიმართავენ ჯერჯერობით ვამბობ. როცა გაუჭირდებათ კომპანიებს რა, თუმცა რა ვიცი, ჩემთვის ეს უკვე სტრატეგიაა კომპანიის მართვის, ხო? მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენამდეც მოვიდოდნენ მაშინ ეს კომპანიები, როცა უკვე რაღაცა პრობლემებს აწყვნენ, ალბათ 1000 რაღაც მეთოდი გამოსცადეს და მაინც ერთი და იგივეა. კი, ორი ამბავი არის რა, ერთი რო არ ყავთ HR-ი და თვითონ უკვე ვეღარ აუდიან ფიზიკურად ამ პროცესს, იმიტომ რომ საკმაოდ შრომატევადი ამბავია იმისთვის, რომ ერთი კვალიფიციური ადამიანი მივიყვანოთ კომპანიამ და შეიძლება გავესაუბროთ 500-მდე კანდიდატს. შესაბამისად ამას სჭირდება დრო. კომპანიები არ იხდიან იმაში, რომ ჩვენ მივიყვანოთ თანამშრომლები, კომპანიები იხდიან დროში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რა. დროში იხდიან ფულს და დროში ფულის გადახდა ფიზიკურად ვერ დაგენანება, იმიტომ რომ რატო უნდა დაკარგო დრო როგორც დამფუძნებელმა, ან ტოპ მენეჯერმა? იმაში რომ მოძებნო ადამიანი, როცა შეგიძლია რომ იმუშაო გლობალიზაციაზე და სხვა ბაზარზე გასვლაზე, პირობითად ვიძახი. და დროში იხდიან ფულს და მოგმართავენ ამიტომ და მეორე მსხვილი კომპანიები, არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო და საერთაშორისო კომპანიები შემოყვანილიც ყავს საქართველოში, მოგმართავენ იმის გამო, რომ არ ყოფნით ის არსებული რესურსი. ავტოწარმოება შემოვიყვანეს საქართველოში, კი. რომელიც არის ძალიან საამაყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს მიმართულება საქართველოში არ არსებობს. ეს სხვათა შორის გაქვს იმის საშუალება, რომ დაანონსო თუ არ მაქვს გავლილი იმ კომპანიასთან ეს დეტალები, ამიტომ კონფიდენციალურობის ამბავში თავ შევიკავებ, მაგრამ ვიცი რომ მაღალ ანაზღაურება და ასე თქვა. მაღალ ანაზღაურება და ინჟინრები იძებნება, ხა, ძირითადად იძებნება ეხა ინჟინრები და ჩვენ ავტოინჟინრები საბჭოთა კავშირის მერე არ ყავს საქართველოში და მოვახერხეთ იმდენი, რომ კომბინაცია გავაკეთეთ სხვადასხვა ინჟინრებიდან ერთი გუნდის იმისთვის, რომ იმ შედეგი მიეღო კომპანიას, რაც სჭირდებოდა, რომ შემოსულიყო საქართველოში რა. ანუ მაინც დავკომპლექტებთ, მოკლედ რა, მშვენიერი გილოცავთ. მარია, მე მგონი არ შეგვიძლია არ შევეხოთ შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ვიცი, ალბათ აი ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეს ხელოვნურ ინტელექტს, AI-ს, ხო? საქართველოში რა სიტუაციაა ახლა? ანუ ქართულმა კომპანიებმა უკვე შეეტყოთ რამე, თუ ჯერ უბრალოდ საუბრებია ეს პროფესია გაქრება, ის პროფესია გაქრება და ასე შემდეგ. საუბრები არის, მაგრამ მე თვითონ ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალყურს და ვიყენებ სხვადასხვა AI tools, იმიტომ რომ აი ესეთი პოსტები იწერება ხოლმე ხშირად. ჩვენ AI ჩაგვანაცვლებს. AI ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს. რომელი პროფესია არის ყველაზე, ვინც ამას ამბობს? იურისტები, პროგრამისტები. ბევრს ჩაანაცვლებს, მეც ჩაანაცვლებს ბევრ პროფესიას, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალს. აბსოლუტურად გეთანხმები, კი. აი ეს არის სხვაობა. და პლუს პროფესიონალს, რომელმაც იცის AI. AI ჩაანაცვლებს ადამიანებს, ვინც არ იცის AI. და ვინც არ არის პროფესიონალი. აი ეს არის ყველაზე სწორი. უკვე დღეს გახდება ალბათ მოთხოვნა, ხა კომპიუტერულ, ასე ვთქვათ, სკილებს რო ვითხოვთ დღეს, ხვალ ალბათ იქნება, რომ AI სკილები უნდა მოითხოვოს კომპანიამ, ხო? რომ ამასთან თუ ვერ მუშაობ,
საერთაშორისო კომპანიები პირდაპირ გეტყვით. საერთაშორისო კომპანიები ითხოვენ როგორც Word-ი, Excel-ი და PowerPoint-ი იყო მოთხოვნაში თავის დროზე, ისე ითხოვენ, რომ რომელი AI-ის გამოყენება იცის კანდიდატმა. აი როგორც Word-ი, Excel-ი და PowerPoint. ზუსტად ანალოგიურად, თუ შენ არ მიყვები დროს და ტენდენციას, ესე იგი შენ მიდიხარ უკან როგორც კანდიდატი. ამიტომ რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს, ეს უბრალოდ ვარაუდის ამბავი არის, იმიტომ რომ მაგას მე არ ვარ მაგ მიმართულების ექსპერტი, რაც შემიძლია რომ ვთქვა, ის დავასახელე უკვე რეალურად. აი წარმოიდგინე ორი კანდიდატი ყავს. ხო. ერთს აქვს 10 წლიანი გამოცდილება, მაგრამ AI-სთან მუშაობა არ იცის, მეორეს კი აქვს 3 წლიანი გამოცდილება, AI-ს ფლობს კარგად და ორჯერ ეფექტურად მუშაობს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე რა მჭირდება. აი ორი კანდიდატი ყავს. ნახე, ერთი კანდიდატი არის დიდი ალბათობით ორმაგანაზღაურებას ითხოვს, იმიტომ რომ ექსპერტიზა აქვს მაღალი, ანუ 10 წლიანი გამოცდილების და მეორე კანდიდატი არის, რომელსაც იმაზე ორჯერ სწრაფია. იმაზე ორჯერ სწრაფია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე რა მინდა, ანუ მე რა მჭირდება როგორც ორგანიზაციას, მე თუ მჭირდება მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც გამოიარა მთა, ზღვა და ბარი და უშუალოდ ადამიანების, აი მაგალითად გაფიცვე, არ ვიცი, მილიონი გაფიცვა დაალა, გამოდი ესე ვთქვათ და იცის როგორ უნდა აწყოს ნულიდან პროცესები. აი ძალიან რომ ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ეს 3 წლიანი გამოცდილები? არა. რა არის ჩემი პრიორიტეტი? მაგაზეა დამოკიდებული და მეორე, შევძლებ თუ არა, რომ მაგალითად 3 წლიან კანდიდატს AI თულებით რაბადაში ვასწავლი იმ კომპეტენციებს, რომელიც მჭირდება, იმისთვის რომ მივიღო ის რაც მინდა და ანალოგიურად 10 წლიანი გამოცდილებით რამდენი დრო დამჭირდება იმისთვის, რომ შესაბამისი კომპეტენციები ვასწავლო. შენ კომპანიაში რომელს ირჩევ? ჩემი კომპანიის მიზანი არის მე ზოგადად ესე ვუყურებ, რომ მე ყოველთვის ამყავს დამწყებები, ოღონდ სხვადასხვა, ანუ გააჩნია რომელ მიმართულებაში, სხვადასხვა დეპარტამენტები გვაქვს. რეკრუტინგის ნაწილში ამყავს დამწყებები და იმათ ვზრდი. მაგრამ არის დეპარტამენტები, მაგალითად, payroll-ის მიმართულება, იურიდიული მიმართულება, ტრენინგების მიმართულება, სადაც ფიზიკურად ვერ აიყვან გამოუცდელთ. შენ გჭირდება იქ ექსპერტი. ამიტომ ორივე მიმართულებასთან ვმუშაობ და ვიმუშავებ. ეხლა უფრო გაგირთულებ, იცოდე? მიდი. პატარა ინტერაქტივს გავაკეთებ, ვისტოვებ კომპანიაში. ანუ გვექნება ორი ვარიანტი და ერთ-ერთი უნდა დატოვო. სადაც რაღაც კომენტარის გაკეთება გინდა სიამოვნებით. გამოცდილი, მაგრამ ტოქსიკური ერთი კანდიდატი და ნაკლებად გამოცდილი, მაგრამ ძლიერი გუნდის მოთამაშე. მეორე. ტოქსიკური არავინ არ მჭირდება ჩემთან კომპანიაში და არც ჩემს ცხოვრებაში. ლოიალური თანამშრომელი საშუალო შედეგით და ძალიან ძლიერი თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ 1 წელიწადში წავა. საშუალო შედეგით, მაგრამ მეორე როგორ იყო? ძალიან ძლიერი თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ, 1 წელიწადში დაგტოვებს. ძლიერი, რომელიც 1 წელიწადში წავა. რატო? იმიტომ, რომ ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის არის იქეთ მიმართული, რომ ძლიერი მოთამაშეები მყავდეს. აი ეს რაც დავასახელე, ის რომ მე დამწყებები ამყავს, ის დამწყებებიც ძლიერები არიან. პოტენციალი აქვთ. კი ბატონო. უმაღლესი განათლებით, პლუს კარგი გამოცდილებით და მეორე არის დიპლომის გარეშე, პლუს ძალიან ძლიერი პრაქტიკული უნარებით. დიპლომის გარეშე და პრაქტიკული ძლიერი უნარებით. ანუ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს დიპლომს. შენ შეიძლება იყო იმდენად მაგარი სპეციალისტი. თუმცა მეგობრებო, ეს იმას არ გულისხმობთ, რომ განათლება. არა, განათლება არის უმნიშვნელოვანესი. ყველაზე მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანესი და ანუ ბიზნესის მაგალითად ბიზნესის მაგისტრი ვარ და ეგ რო არ მესწავლა, დღეს იმას ვერ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არიან თვითნაბადი, ძალიან ნიჭიერი ადამიანები და შესაბამისად ამ შემთხვევაში დიპლომის მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, ძალიან მაღალი შედეგი პლუს რთული ხასიათი და მეორე კარგი შედეგი პლუს ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი. რთული ხასიათი რას ნიშნავს?
ალბათ რთული ხასიათის მქონე ადამიანი ზუსტად ალბათ ჩემი აზრით ტოქსიკურიც ხდება, ხო, რთული ხასიათის ადამიანი. ხო, და იმიტომ რომ გუნდში რთული ხასიათი ძალიან თუ გუნდს აზიანებს და რთული ხასიათი ავტომატურად გადადის გუნდზე, ეგეთი ხასიათის ადამიანი არ მინდა. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავება, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება არის უნიშნულოვანესი. ეგ ამას არ ვთვლი მე რთულ ხასიათს. მხოლოდ და მხოლოდ ტოქსიკურ დამოკიდებულებას გულისხმობს სირთულეში ამ შემთხვევაში. ტოქსიკურ არასწორ კომუნიკაციას. მე მგონი ყველა ბიზნესმენი დამეთანხმება, რომ პირიქით, ანუ ინიციატივები, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე სასურველია რა თანამშრომლებისგან, განსაკუთრებით მფლობელებისგან. კი. ძლიერი თანამშრომელი, რომელსაც მუდმივად მეტი უნდა, თუ სტაბილური თანამშრომელი ნაკლები ამბიციით? მაღალი ამბიციით. კი ბატონო. მოდი ახლა გადავიდეთ მითი თუ რეალობაზე. აქაც საინტერესოა და ჩემი აზრით ესეთი კითხვა-პასუხები ძალიან ბედს ამბობს ხოლმე რა. საქართველოში კარგი კადრების დეფიციტია. კადრები მე სიტყვა აღარ გამოვიყენე. მეც არ მიყვარს, აი რატომღაც გამოვიყენე ახლა თანამშრომელი. კარგი თანამშრომლების დეფიციტი არის კი. ჯენზის მუშაობა არ უნდა. არ არის ეგრე. ადამიანები კომპანიიდან კი არა მენეჯერებისგან მიდიან. კი. ხელფასი მაინც მთავარი мотиваტორია. არა. დიპლომი მნიშვნელობას კარგავს. კი. remote მუშაობის პროდუქტიულობა მცირდება. არა. AI შეამცირებს HR დეპარტამენტებს. ვერ ჯერჯერობით. და AI უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ვიდრე გააქრობს. არა. დღეს კარგი თანამშრომლის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე კარგი სამსახური ეს საბოლოოდ. კი. კარგი. კიდე ერთი ესეთი სამაქ რა ქვია მომზადებული, აქ ახსნის გარეშე, აქაც შეგვიძლია ესე კითხვა-პასუხით, CV თუ LinkedIn-ი. ანუ ამით ჩვენ საზღვრავთ ახლა დღევანდელი გამოცდილება. გამოცდილება. თუმცა აი ხო, ნუ ახლა დღეს ბევრი მაგალითად HR-ი განსაკუთრებით LinkedIn-ს უზის, ასე ვთქვათ. სტალკავენ კი კანდიდატებს, მაგრამ რეზიუმე ანუ რეზიუმეს აღარ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც სახელს აქვს მნიშვნელობა და სახელი ხშირად ჩეკინდება, ანუ მოწმდება უკაცრავად ამ უცხოური სიტყვებისთვის, მოწმდება LinkedIn-ზე. კი. Office to remote. ჰიბრიდი. ხო, საინტერესოა სხვადასხვა. უნარები თუ დიპლომი? უნარები. გამოცდილება თუ პოტენციალი? ორივე პასუხი არ მიიღება? არა, ერთი რა თქმა უნდა. აი, პოტენციალი. ყოველთვის ესეთ არჩევანის წინაშე გავართ ხოლმე მაინც. პოტენციალი კი, მაგრამ გააჩნია რა. IQ თუ EQ, ანუ ემოციური ინტელექტი. ხელფასი თუ კარგი მენეჯერი? რა საშინელი არჩევანი. ანუ ეს რეალური არჩევანია. ანუ იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიდიან მენეჯერების გამო. მოდი ესე გავცემ პასუხს რა. სამსახურიდან რო ბრუნდები, თუ არ გეღიმება და ცუდ ხასიათზე ხარ, რამდენიც არ უნდა ჩაგერიცხოს ანგარიშს და ის ანუ ვერ გექნება ის კმაყოფილების შეგრძნება რა. რო გცემენ ყოველ დღე პირობითად ვიძახი და 100,000 რო გირიცხავენ, ბედნიერი იქნები? არა, რა თქმა უნდა. პრინციპში, აი ერთ კითხვასაც დაგისვავ, სხვებს აღარ გამოვტოვებ, ჯენზი თუ მილენიალი? გააჩნია რა მიმართულებით. აი, რატომღაც ველოდი რომ მილენიალს იტყოდი. არა, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მართვის ნაწილში მილენიალი და კრეატიულობის ნაწილში ჯენზი. იცი მთლად ვერ დაგეთანხმები. იმიტომ რომ მილენიალებსაც ეს კრეატიულობა ზუსტად იქიდან მოდის, ჩვენი კრეატიულობა, რომ ძალიან ბევრ დროს ვიცხოვრეთ და თუნდაც ახლა ჩემი ბავშვობაც რო გავიხსენო, ხო, ახლა ძალიან ძველიც არა ვარ, ხო, 90-იანების რო გავიხსენო, ხო. ანუ არაფრისგან რაღაცას ვაკეთებთ. ანუ ამაზე მეტი კრეატივი მეგონი. გეთანხმები, მეც მილენიალი ვარ, მაგრამ მე ვაფასებ დიდ მასას ერთმანეთთან, ხვდები? ვიწრო ჭელში არ უყურებ ხა ამ შემთხვევაში და ამიტომ გამოკვეთილი უნარები უფრო ეგრე არის. ანუ კრეატიულები არიან. აი, რო შეხედო მაგალითად, ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერი, ყველაზე მეტი ინფლუენსერი ჯენზია. და ყველაზე მეტი მართველი მილენიალია. ეგრე არა? თუმცა კონტენტსაც ხო გააჩნია. რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ კრეატივის ნაწილი ბევრ მილენიალს აქვს, მაგრამ პროცენტულად რო შევადაროთ, მაინც ესე არის რა.
მაშინ ესეთ რაღაც კითხვას დაგისვა კიდე, ხო, აი ის სამი უნარი რო გაუზიაროთ ადამიანებს, რომელიც 2030 წლისთვის ძალიან მოთხოვნაც გახდის. სწრაფად სწავლის შესაძლებლობა, არ გაჩერება ერთ პროცესზე, ახლისიება და ემოციური ინტელექტზე მუშაობა. მარიამ დემონაშვილის პასუხები. და მოდი ბიზნესაც მივჭრეთ, ხო? რჩევა, რომ როგორ უნდა გახდეს ეს სამუშაო ადგილი ადამიანებისთვის და თან ძალიან კვალიფიციური, ასე ვთქვათ, პროფესიონალებისთვის სასურველი ადგილი სამუშაოდ. ბიზნესს ვეტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ჯენზით არ იწყება და არ სრულდება ეს ამბავი, შემოდის ალფა. რომელიც არის 2013 წელს დაბადებული ბავშვები, 2030 წლისთვის ალფაც შემოვა ბაზარს. ამიტომ მოდი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, უნდა შეუქმნათ თანამშრომლებს, ანუ უნდა იმუშაოს ბიზნესმა მოგების გაზრდაზე, იმისთვის რომ თანამშრომლებს შეუქმნას იმაზე ბევრად უკეთესი პირობები, ვიდრე აქვს მის კონკურენტს. აი ამას ვიტყოდი რა. ფანტასტიკური. ხო. სხვანაირად უკვე უჭირთ და მარიამ, მე მინდა მოგცე საშუალება, რომ თუ კომპანიისთვის რამე საინტერესო ნიუსი შეგვიძლია გავაზიაროთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ უკვე წარმოდგენა შეექმნა, გასაკეთებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კითხვებსაც დასვენ და კომენტარებსაც მოიწერებიან, თქვენი აზრიც დააფიქსირეთ. მე მინდა უსურო, რავი, წარმატებები ფიფლიას, თუ გაქვს რამე ისეთ საინტერესო ნიუსი შეგვიძლია გავაზიაროთ. კი, საინტერესო ნიუსი არის ის, რომ პირველ რიგში თქვენ შეგიძლიათ, ანუ ბიზნეს ამ შემთხვევაში, მთლიანად გადააბაროთ ადამიანური რესურსის მოძიებით დაწყებული მთლიანი პროცესი, ანუ მათი სწავლების და განვითარების პროცესი ფიფლიას. და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, რომ გახვიდეთ საზღვრებს გარეთ. ანუ ჩამში ვართ 11 ქვეყანაში, ყავს შესაბამისი პარტნიორები, ჩვენ შეგვიძლია რომ მოგიძებნოთ როგორც საქართველოში და როგორც თანამშრომლები და აგიწყოთ პროცესები, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაშიც, აზიაშიც, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და ბევრი მათ შორის სტარტაპერისთვის ეს არის საინტერესო. არა მხოლოდ სტარტაპერისთვის, არამედ კომპანიებისთვის, ვინც უკვე არის ბაზარზე და ვეხმარებით კიდევაც. როგორ უნდა მოგმართონ? Piplia-G არის ჩვენი საიტი, სოციალური გვაქვს ყველა მიმართულებით, მათ შორის TikTok-ზეც ვართ. სხვათაშორის მეგობრებო, საკმაოდ აქტიური არის მარიამი თავის სოციალებში და შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, იმიტომ რომ საინტერესო რაღაც ვაკანსიებს ათავსებს ხოლმე. ხო, ვცდილობთ მაქსიმალურად. ხო. და მოგმართეთ ნებისმიერი მიმართულებით HR-ის კუთხით. მათ შორის არის უმნიშვნელოვანესი, მე ვფიქრობ, მაინც საბოლოო ჯამში პროცესების აწყობა. ძალიან ბევრმა ბიზნესმა არ იცის, როგორ უნდა აწყოს სწორედ პროცესები. არა, რითი იწყებთ აი ხა რომ დაგირეკონ და დაიწყონ მოკლედ თქვენთან, ან რითი იწყებთ? ანალიზით იწყებთ. ბიზნესის ანალიზით ვიწყებთ. ეს უკვე ფასიანია ეს სერვისი, ანალიზის დაწყება, არა, ანალიზის დაწყება არის უფასო და ანალიზს რო ვაკეთებთ და მერე ვუგზავნით უკვე კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე არის ბიზნესი და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ. ამიტომ მეგობრებო, ანალიზის გაკეთება, რავი, არაფერი არ გიშლით ხელს, ალბათ მეც გამოვიყენებ მაგ შესაძლებლობას. კი და რა ვიცი, ფიფლიას უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას რა. ერთი წლის კომპანია, მიხარია, როცა საქართველოში იბადება ახალი კომპანიები, განსაკუთრებით აუთსორს, ასე ვთქვათ, BPO სექტორის კომპანიები და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ კომპანიები ადრე თუ გვიან მხოლოდ პრობლემის გაჩენის შემდეგ კი არ მიმართავენ, არამედ აი უკვე ბიზნეს გეგმას რო აკეთებს, ხო, ანუ ადამიანი, ხო, უკვე წინას არ გათვლის, იმიტომ რომ ამდენი რაღაცის, მოდი ეს რაღაც არ მინდა ჟარგონული სიტყვის გამოყენება, მაგრამ ყველაფრის აღება თავის თავზე რა, ძალიან ბევრ პროცესს აფერხებს, ძალიან ბევრ ჯერ ერთი არ ვართ მეგობრებო, ყველა საქმეში პროფესიონალები, ხო? ვანდოთ საქმე პროფესიონალებს, ვისთვისაც ეს საქმე და კონკრეტული მიმართულება წარმოადგენს ბიზნესს, ხო? ეგ არის. ნამდვილად. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა რა ვიცი რომ დავარეზუმოთ, რაც დღევანდელი ჩვენი პოდკასტიდან რაც გამოჩნდა, ანუ არ იცვლება მხოლოდ ტექნოლოგიები და რაღაცები, ხო, იცვლება ეს ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის, ხო? აი, ალბათ მანდ არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, რაღაც საიდუმლო შენახული და ხსნაც ალბათ რა, იმიტომ რომ
ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცა არის დაალაგებადი, უბრალოდ არ გვესმის ერთმანეთის რა. ან ამ ადამიანებს უბრალოდ არის, ხო, არ ესმით უბრალოდ ერთმანეთის და საუბარს კიდე არაფერი არ უდგას წინ რა და საუბარი ყოველთვის სასარგებლოც არის. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა შენ. დიდ წარმატებებს გისურვებ პირადად და კომპანია People-იასაც. მადლობა მოწვევისთვის. მეგობრებო, თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ესე ლოიალურად რო უყურებთ Business Space. მადლობა თქვენი კომენტარებისთვისაც და იმ inbox-ში მიღებული შეტყობინებისთვისაც. ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებთ და კიდევ უფრო დავხვეწავთ ჩვენ ასე ვთქვათ პოდკასტებს. მადლობას გიხდით. პოზიტიურ საღამოს გისურვებთ. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კერხერ საქართველო. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია იურიდიული კომპანია DPT Consulting. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია IT კომპანია IT-Tech. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კომპანია K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრი საქართველოში.